სახელითა მამისათა და აზისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ბრწყინვალე დღესასწაულს, ფერისვალებას უფლისა. ჩვენისა იესო ქრისტეს. ფერი იცვალა და წერია რომ გამოუჩნდა მოწაფეთა თვისთან. მცირედი თავისი დიდებისა ანახა. მაგრამ მოციქულმა რომ ასე ვთქვათ ამ განცვიფრებისაგან გამოერკვა ნახა რომ მარტო იდეა უფალი ეუნება კარგია ჩვენი ყოფნა სამი ტალავარიდან კარავი დავდგათ ერთი შენთვის მოსეს და ილიას ნამდვილად ესეა ვინც ღვთის ნათელს შეიცნობს ვინც ღვთით მონიჭებულ მადლს შეიგრძნობს მისთვის ყველგან კარგი არის ყოფნა არათუ თქვათ თავორისთაზე სულ აი ესეთი განსაცდელებით სავსე იყოს ცხოვრება იქაც კი ღმერთთან ვინც არის და ვინც აი ამ საფრთხო მადლით ნათლით გული და გონება აქვს სავსე განათებული მისთვის არაფერს არ წარმოადგენს ეს განსაცდელი აი კომუნისტების დროს დააპატიმრეს ძალიან ბევრი ადამიანი დაიჭირეს საპყრობილეში ჩასვეს და სასულიერო პირები პირდაპირ ზოგი დახოცეს დახვრიტეს ზოგი გულაგებში გადაასახლეს და იქ ეს სასულიერო პირები საოცარ სასწაულებს ახდენდნენ და აჩვენებდნენ ამ ჭეშმარიტ სიყვარულს ღვთის მცნების და ღვთის მსახურების არაფერი არ ქონდათ მაგრამ ისეთი შემართები და საიდუმლოებით ვარავის არ დაენახა ისე წერავდნენ რაღაცა ნაჭერი თუ კი რაიმე ჰქონდათ ოლარი ომოფორი იყო ხებზე მოიდებდნენ ისე რომ სხვა ვერავინ არ ხდებოდა ან ძაფით სამკლაურებს იკეთებდნენ და ესე აკურთხებდნენ ხელდასმას ეპისკოპოსები ახალ ეპისკოპოსს აი მართლაც საშინელ ბანაკებში და მიუხედავად ამ რეპრესიებისა მათ მაინც ეს სიხარული საფრთხო სიხარული ჰქონდათ ერთი სასულიერო პირი დაასმინეს რომ თვითონ რაღაცა დიდი დანაშაული მკვლელობა ჩაიდინა და ცილი დასწამეს და მან სასამართლოზე არ გაამხილა მიიღო ეს როგორც ღვთის დაშვება და ციხეში აღესრულა და როცა რომ შევიდნენ საკანში ნახდეს დიდება და მადლობა ღმერთს ჩემს გამსწავლელ ჩემს მასწავლებელს და ჩემს აი ამ გასაჭირში ჩამგდებს რატო იმიტომ რომ იქ შეუცნობელი შეიცნო რასაც ალბათ გარეთ ვერც გაიგებდა და ამ ჭირთათმენით და მორჩილებით ამისი ტარებით საფრთხო სიბრძნით განისწავლა ისე როგორც თქვათ მარიამ მაგდალინი უდაბნოში იყო და ერთი მამა ზოსიმე რო ეკითხება კი მაგრამ ესე ზეპირად რო ამბობ ძველი და ახალი აღთქმიდან ამ ფრაზებს ციტატებს ის ნასწავლი გაქვს არა მე წერა კითხვაც არ ვიცოდი აბა რანაირად საფრთხო მადლმა მომცა ყველაფრის ცოდნა და აი ამ მადლმა ნათელმა მომცა ეს უნარი რომ ყველაფერი ზეპირად ვიცი ნამდვილად ესეა ნამდვილად კარგია უფლის ნათელში ყოფნა და კი თავად მოვიდა უფალი და ამბობს მე ვარ ნათელი სოფლისა რომელიც შემომიდგეს ბნელსა აღარ ვიდოდეს ჩვენ გვეუბნება და როგორ უნდა შევუდგეთ ქრისტეს მცნების დაცვით თავს კი არ უნდა ვიმართლებდეთ დავათ ვარ და მახოს ვერიცა ან დამავიწყო და მახო გავტეხე დამავიწყო მეორეჯერ აღარ უნდა დამავიწყოს ავათ ვარ მეფე ერეკლეს ავათ რო იყო და კი მოუთხრა რომ მარხოში ხატმის ნახარში ბულიონი უნდა მიირთოს თორე სხვანაირად ვერ იქნებოდა მეფემ უთხრა არ გავაკეთებ მაგას ხალხი რას იტყვის რომ მარხოში მე არასამარხოს ვიხმებ მივირთმევ ანუ ღმერთი სურვილს შეიწირავს
სულ პატარა საქმესაც დიდ გამარჯვებად ჩაგვეთვლის. თავარი არის რომ სული იყოს მტკიცე რაში? ეკლესიის დადგენილი მარხვის დღეების, თუ დიდი მარხვის, თუ მცირე მარხვის დღეების შესრულება და ის თქვა აუცილებელი რომ აკი ამბობს უფალი. წინა კვირას ხო იყო სახარება გასულ კვირას. რომ ეს მოდგმა ლოცვისა და მარხვის გარეშე ვერ გადარჩება, ვერ გავა. და მამებიც ამბობენ, ლოცვა აუცილებელია. ლოცვა რა არის? რასაც ჩვენ ერთმანეთთან ვლაპარაკობთ, იმდენი რომ ღმერთთან ვისაუბროთ ლოცვით, ხო როგორი კარგი იქნება. ლოცვა ღმერთთან საუბარია. სადაც თქვენი გული იყოს, გონება გული. იქაა თქვენი საუნჯე. და თუ კი ჩვენი საუნჯე ღმერთია, მაშინ ჩვენი გული და გონებაც ყოველთვის ღმერთთან უნდა იყოს. ეგნატე ღმერთ შემოსილი რომ მოდიოდა ამბობდა, სულ იესოს სახელს იძახდა. კითხეს რატო იძახია? უთხრა ისო მოწამე, რომ გულში მყავსო. რა თქმა უნდა არ დაუჯერეს. როცა აწამეს დაგლიჯეს, გული გაუჭრეს. დარვალებმა და ნახეს რომ გადაშალეს. ერთ მხარეს იესო ეწერა და მეორე მხარეს ქრისტე. ასე რომ უფლის ნათელში ყოფნა ძალიან კარგია. ჩვენ ახლა მოციქულის სიტყვას თუ გავემეორებთ. დავდგათ სამი კარავი. უფალს, მოსეს და ილიას. მაგრამ ეს ასე ვთქვათ, არ გჭირდება ამისი თქვა და გამეორება. ღმერთმა მოგცა გვასწავლა, ცნება დაგვიდო, ზღვარი მოგცა, რასაც უნდა გადავწდეთ. თავარი ახლა ჩვენი მონდომებაა. ვინც თავს აიძულებს მონდომებით, მან მიიტაცოს სასופველი და ქრისტეს ნათელში იყოს. აკი ამბობს უფალი, ვინ ჩემ მომიდგას, უდნელში აღარ დადიოდეს. რადგან იგი არის ნათელი ამ სოფლის. ჩვენც ვითხოვოთ დღევანდელი დღის მადლისაგან და ძალისაგან. ქრისტეს ნათელში გვამყოფოს. ჩვენი შემართებით, თავის იძულებით, ჩვენი თავის დანახვით, წოდების შეგრძნებით და ღვთისადმი ერთგული მსახურებით და მოყვასისადმი სიყვარულით. სიყვარული არის მთელი რჯულის შემცველი. თვითონ იესო ქრისტეც ეს სიტყვა, სახელი არის მთელი რჯულის მომცველი. ყველაფერი ამაშია. ვინც ამ სიტყვის გულით მობიერი და თანდაბალით იმას მიეცემა ნათელი ქრისტესი, მადლი და კურთხევა ას დაუკუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.